უფლებადამცველი მედია ვასაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ რჩება. მისი პოსტიდან გადადგომის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ქალბატონმა მედიამ TV25 ჟურნალის დაურეკა და ჟურნალისტულ საქმიანობაში ხელის შეშლას სცადა. თუმცა დეპუტატების უმრავლესობამ კოლეგა თანამდებობაზე დატოვა. TV25-ს ახლა მხოლოდ სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის იმედი დარჩა. Ტელეკომპანია 25 არხის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი სამოქალაქო სექტორს და დიპლომატიურ კორპუსს ღია წერილით მიმართავს. გიორგი სურმანიძე ამბობს, რომ ტელეკომპანიაზე ტოტალური ზეწოლა ხორციელდება. არხის თანამფლობელი დიპლომატიურ კორპუსს აღნიშნული ფაქტები დაინტერესებას და კომპეტენციის ფარგლებში შეფასებას ითხოვს. სანამდე შეიძლება ასეთ მუშაობა და საბოლოოდ ხომ უნდა დაესვას ამ ყველაფრის წერტილი და მე მაქვს იმედი სამოქალაქო სექტორის და უშუალოდ დიპლომატების, იმიტომ რომ ეს ხალხი მოიკითხავენ ამ საქმეს და ამ საქმეს ყურადღებას მიაქცევენ, აუცილებლად შედეგს გამოიღებს. მედია ვასაძის მიერ TV25 ჟურნალის ჯაბა ანანიძესთან გახორციელებული ზარი და მუქარა დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში განიხილეს. რამდენიმე დეპუტატმა მოითხოვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს პოსტი დაეტოვებინა. საბოლოოდ საკითხი კენჭისყრაზე დადგა, თუმცა 17 დეპუტატიდან 10-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. ძალიან კარგად იცოდა ნაცნობზროვანო საკითხი ჩავარდებოდა იმის და მიუხედავად მე და თუნდაც ერთი უმაღლესი საბჭოს წევრი თუ მივცემთ ხმას და ამის შემდეგ უკვე დიდი ხნის განმავლობაში რეგლამენტით აღარ დაისმებოდა ქალბატონი მედიას გადაყენების საკითხი და პირად საუბრებში კიდეც გვეუბნებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომ ჩვენ გვაწყობს რომ საკითხი ჩავარდეს იმის გამო, რომ ქალბატონ მედიას ვერ გადააყენებთ, მე რამდენიმე თვის განმავლობაში და პლუს ამას იქნებოდა ის, რომ კონფლიქტი, რომელიც ჩვენ ამის გამო უმაღლეს საბჭოს აქვს ჟურნალისტებთან არ დასრულდებოდა. არ ვაპირებ ბაციკაძეს რაღაც სისულელეებს უპასუხო, რაც მან თქვა ზოგადად 8 კაციც რო ყოფილიყავით, შეიძლება რომ ეს შედეგი ის რაც ჩვენ გვინდოდა ვერ დამდგარიყო, მაგრამ ჩვენ დავაყენეთ საკითხი, იმიტომ რომ უმრავლესობის ძალიან დიდი ნაწილი ძალიან მკვეთრ განცხადებებს აფიქსირდებდა, როგორც სოციალურ ქსელში, ისე გაზეთებსა და ტელევიზიაში, ქონდა იმედი იმისა, რომ დაახლოებით 3 თუ 4 დეპუტატი აუცილებლად დაგვიჭერდა მხარს. ეს კომისია მოითხოვს ძალიან მჭიდრო კონტაქტს მისი მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პრესასთან. როცა შენ ორივესთან გაქვს კონფლიქტი, მე ვერ ხედავ ამ კომისიის წარმატებული მუშაობის პერსპექტივას. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შენ პოზიციას, რომ მე ქალბატონ მედიას ათზე გადავდგებოდი. მედია ვასაძე არც თანამდებობის დატოვებას და არ ჟურნალისტებისთვის ბოდიშის მოხდას აპირებს. მან საკითხის განხილვის მოთხოვნით წერილი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც გაუგზავნა. მოსახლეობისაგან, ჩემი ამომრჩევლებისაგან, ამ პროტესტის სანაცვლოდ მე რაიმე საყვედური დღემდე არ მიმედია. პირიქით, თუ კი უხერხულობაში გულისხმობთ იმას, რომ არსებობს თქვენი მაღალი ინტერესი და არსებობს კითხვები ამ საკითხისადმი და მათ არ აქვს შესაბამისი და ადეკვატური სწორი პასუხები, ეს ამ უხერხულობას ისინი პოზიციის გამო თვითონ უქმნიან საკუთარ თავს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე თამარ რუხაძე ამბობს, რომ ქარტიაში საკითხს აუცილებლად განიხილავენ. რუხაძე მიიჩნევს, რომ ამ ამბის კარგად გამოძიებაა საჭირო. ბუნებრივია ნებისმიერი ზეწოლა მედიაზე, ნებისმიერი ფორმით ზეწოლა მედიაზე არის დაუშვებელი. ვადასტურებთ ასევე იმას, რომ მიგვაჩნია აუცილებლად ხელისუფლება მოახდინოს ადეკვატური რეაგირება იმ მოვლენებზე, რაც უკავშირდება ჯაბა ანანიძის შემთხვევას და ასევე ყველა ორგანიზაცია უნდა ჩაერთოს მაქსიმალურად ამ პროცესში. რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია TV25 ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ მედია ვასაძესთან სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც მედია ვასაძე ჟურნალისტს ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს. სატელეფონო ზარის მიზეზი ანანიძის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი გახდა. უმაღლესი კომფორტით აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების საბიუჯეტო ხარჯებსა და მათი საქმიანობის ეფექტურობას ეხებოდა.